მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ძებნაში მყოფი უკვე მესამე პირი შეიწყალა. ამჯერად მან გადაწყვეტილება არაადამიანური მოპყრობისათვის ბრალდებული ვახტანგ ჭარბაძის შესახებ მიიღო და შეწყალებასთან ერთად კომპანია დელტას ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვა. ვახტანგ ჭარბაძე ბაჩუახალაიასთან ერთად ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის საქმეზეა ბრალდებული და მას სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ეს ქარხანა გაჩერდა, ჭარბაძე ქარხნიდან გაუშვეს, მერე ქვეყნიდან გააქციეს და შემდეგ ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენებით პრაქტიკულად მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე და დაუსწრებლად მიუსაჯეს რაღაც სასჯელი იმ პირობებში, როცა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა დაჩქარებული ტემპით უყოყმანოდ მიცა პოლიტიკური თავშესაფარი, იმიტომ რომ ასეთი სპეციალისტები ყველა სჭირდება. ამ კაცს საქართველოს აქვს ძალიან დიდი სამსახური გაწეული. არ შეიძლება ასეთი ხალხის ესე გაგაგდება საქართველოს. ვიდრე თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილი თავისი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს იწყალებს, სახალხო დამცველი ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტს გარანტირებული შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს. მათი რეკომენდაციით შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ერთპიროვნულად არ უნდა იღებდეს. პრეზიდენტს დამოუკიდებლად თავისი აბსოლუტური ნებით არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნდა შეეზღუდოს. ვინაიდან აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ჩვენ თეორიულად გავყვებით მსჯელობას, პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი პატიმრის შეწყალება მიუხედავად არსებული რაიმე კრიტერიუმების გათვალისწინებისა თუ გათვალისწინების გარეშე, რაც თავისთავად იწვევს იმას, რომ ამით ფაქტობრივად გამოდის, რომ პრეზიდენტი დგას მართლმსაჯულებაზე მაღლა. სახალხო დამცველის ინიციატივას იზიარებს სასჯელ აღსრულების მინისტრიც. სოზარ სუბარი ამბობს, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლება უნდა დარჩეს, თუმცა სამსჯელოა როგორი ფორმით. შეწყალების უფლება რა თქმა უნდა დასჭრეთ, მაგრამ ახლა ფორმებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ადამიანს ჯერ ერთი დღე არ ქონდა მოხდილი, ხო, 3 დღე იყო გასული, რაც განაჩენი დადგა. ხა არ არის ასეთ შემთხვევაში შეწყალება სწორი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია შეწყალების საკითხს კანონი არეგულირებდეს, რადგან სხვა პრეზიდენტებმა შეწყალების დებულების შეცვლა ვეღარ შეძლონ. ამას სჭირდება სამართლებრივი ცვლილებების განხორციელება ამ აქტებში. თავარი არსებობდეს შესაბამისი ნება, თუ როგორ განხორციელდება იურიდიულად ეს უკვე ტექნიკის საკითხია. ორი გზა არის, ერთი რომ თავად პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდეს ცვლილებას და მეორე გზა არის უფრო მეტად გარანტირებული ის რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შეწყალების აქტი საზოგადოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. მათივე შეფასებით პრეზიდენტმა ბოლო დროს ეს უფლება ბოროტად გამოიყენა. საპარლამენტო უმცირესობაში კითხვიან, რომ თუ ჩანანუაშვილის ინიციატივა ბაჩუახალაიას შეწყალებას უკავშირდება, ომბუდსმენის მიდგომა არასწორია. თუ ეს რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას ეხება და ამის შემდეგ მოუვიდა ვინმეს თავში რომ მაინც და მაინც თქვა ახლა ეს შემთხვევაში ან სხვა შემთხვევებში რადგან მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვეტილება ამის გამო უნდა მოხდეს ახლა სასწრაფოდ რაღაც რეორგანიზაცია, მე ვფიქრობ რომ ეს ალბათ უფრო არასწორი მიდგომა იქნება. ბოლო დროს ზოგადად პრეზიდენტი ამ თავისუფლებას ერთჯერად შემთხვევაში არ გავიხსენებ, რომ პრაქტიკულად ბოროტად ეყენებს იმიზნით, რომ რაღაცა ძალიან კეთილ ადამიანად მოაჩვენოს ვიღაცებს თავი, ან უბრალოდ თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს იცავს. ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით განხორციელდება სახალხო დამცველის ინიციატივა და როდის შევა ის პარლამენტში. მანამდე კი მოქმედმა პრეზიდენტმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე შეიწყალა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის მეუღლე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია. ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა და ისიც ასევე მიმალვაშია. ასევე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებული ცოტნე მამულაშვილი და ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდებული ბაჩუახალაიას შეიწყალა.